უამინდობა და თოვა დღესაც შენარჩუნდა, თოვ ზუგდიდში, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ყინვაც დაერთო. შექმნილმა სიტუაციამ პრობლემები როგორც ავტომობილით, ასევე ქვეითად მოსიარულეებს შეუქმნა. ამ დრომდე გაუწმინდავია ქალაქის ტერიტორიაზე ტროტუარებიც. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ გზები იწმინდება, თუმცა რეალურად პრობლემები სახეზეა. გზები არ არის გაწმენდილი. ქალაქში მოძრაობა შეუძლებელია. სოფლებში კიდევ გვარეს. გაიგეთ? არც ტექნიკა, არც არაფერი, არის რამე ტექნიკა მუშაობს? არ არის გაწმენდილი, გაწმენდილი რო იყოს, არც ერთი ტაქსი არ მიდის. ტრასას დავდივარ თორე, უფრო იმებში, ქუჩებში უფრო ის ჭირს შესვლა. მოძრაობა ძალიან ჭირს. ვერ დადის მანქანები, დაკოლებებია, იქ აღმარზე უჭირს ასვლა, ჩამოსვლა და ძალიან ჭირს. დედიკო არ არის გაწმენდილი. აგერეს კი ახლა მთავარი ზემა შესასვლელი გამოსასვლელი ძალიან ძნელია. ძალიან ჭირს მოძრაობა ჩვენს ქალაქში და კარგი იქნება თუ მიხედავენ ამას უფრო ორგანიზებულად, იმიტომ რომ ძალიან ცუდია. მოძრაობა გვიჭირს. კარგად არ არის სიგეთეგაც. რატო? საშუალოდ რა. რატომ შენ თვითონ არა, ტრასა გაწმენდილი და იმ გაწმენდილი როგორა, ქალაქში კიდევ არა უშავს ცოტა. მაგრამ სხვაგან ცუდი სასვლელია. ო, რამენაირად უნდა დავეხმაროთ. აუწმინდოთ უნდა გზები თორე ხალხს უჭირს და ისე ვერავინ ვერ შეჭამს გემრიელად პურს. უამინდობას უშუქობა და ბუნებრივი აირის გათიშვაც ემატება. ათასობით აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ხოლო რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სოკარ ჯორჯიას ზუგდიდის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ბუნებრივი აირის მთლიანი აღდგენა დღის ბოლოსთვის მოხდება. ხოლო რაც შეეხება კლიმატური პირობებით გამოწვეულ გამორთვას, სერვის ცენტრში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 16-115, რომელიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. საგანგებო სიტუაციაში, ესე იგი 24 საათიანი მორიგეობა გვაქვს, მაგრამ არის რიგი პრობლემები. ეს არის უსაფრთხოების მიზნით ზოგიერთ კორპუსებში, ესე იგი ჩვენ თვითონვე ესე იგი ვთიშავთ გაზს, ვინაიდან ესე იგი გაზის სისხლის გამო იყინება რეგულატორები და აი ამიტომ ესე იგი ბუნებრივი აირი ესე იგი დროებით შეფერხებული არის მოსახლეობასთან. ამ დღეებში 74 გამოძახება დაფიქსირდა, ძირითადად დაფიქსირდა მანქანების ჩარჩენა ქუჩებში და მოძრავი მანქანები გადადიან გზის ნაწილიდან და თხოვლობენ ამოყვანას. შემდეგი არის სახურავების ჩამოხოტვას თხოვლობს, გაწმენდას ხალხი თხოვლობს, რომ არ ჩაგვეტყვასო და ეშინიათ. არის შემთხვევები გაზის გაჟონვები არის, მოიმატა იმ ყინვების გამო ხდება, რომ გაზის სისტემაში არის მოუწესრიგებელი რაღაც ეს ყინვის გამო გასადენის მილები და ხდება გაზის გაჟონვა და ამაზე შემოდის შეტყობინებები. სინოპტიკოსები უამინდობას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ.